ზოგჯერ არგუმენტი არ არის ისეთი დამაჯერებელი, როგორც ეს ერთი შეხედვით ჩანს. დაიგეთ ნამდვილი არგუმენტების წონა. არგუმენტები თეა სიჭინაოსთან. ყოველ საღამოს მაესტროზე. საღამოშიდობისა. ბიძინა ივანიშვილის პირველი პოლიტიკური განცხადების შემდეგ თვეზე მეტი გავიდა პირველმა განცხადებამ, პრესკონფერენციამ, ხელისუფლების რეაგირებამ, პოლიტიკოსთა აქტივობამ, საზოგადოების ერთ ნაწილში ჩამოაყალიბა აზრი, რომ 7 ოქტომბრის შემდეგ ახალი პოლიტიკური რეალობა შეიქმნა. შესაძლოა ხელისუფლება ამას ღიად არც აღიარებს, მაგრამ ფაქტია, რომ პოლიტიკურმა ტემპერატურამ აიწია. მაგრამ რამდენი გრადუსით და ახალი პოლიტიკური სუბიექტისთვის რამდენად მაღალი სტარტით ამის შეფასება ერთი თვის თავზე უკვე საზოგადოებრივი აზრის კვლევისა და მარკეტინგის ინსტიტუტმა მოახერხა. ნოემბრის მონაცემების მიხედვით 2500 რესპონდენტიდან 41% ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლის სურვილს პოზიტიურად აფასებს. 26% ნეიტრალურად, 16% ნეგატიურად, 53% ფიქრობს, რომ ბიძინა ივანიშვილი თავის მიზნებს მიაღწევს. 20%-ის აზრით ის ვერ შეძლებს დეკლარირებული მიზნის მიღწევას. გამოკითხულთა 30% მიიჩნევს, რომ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლა ძირეულად შეცვლის პოლიტიკურ ვითარებას ქვეყანაში. 23%-ის აზრით კი ვითარება მეტნაკლებად შეიცვლება. გამოკითხულთა 17% არანაირ ცვლილებებს არ ელოდება. საბოლოო ჯამში გამოდის, რომ გამოკითხულთა ნახევარზე მეტის 53%-ის აზრით ვითარება ქვეყანაში შეიცვლება მეტნაკლებად, მაინც უმცირესობაში კი სკეპტიკოსები აღმოჩნდნენ. ამ სასტარტო მონაცემების შემდეგ კიდევ უფრო მეტი კითხვა ჩნდება, რამდენად მოახერხებს ახალი პოლიტიკური მოთამაშის შედეგების გაუმჯობესებას. საზოგადოების რომელ სეგმენტზე იმუშავა მისმა გამოჩენამ, იმუშავა თუ არა, როგორც თავად ივანიშვილი მათ უწოდებს, შუა ზოლზე და მოახერხებს თუ არა ის პოლიტიკაში უალტერნატივობის ჩანაცვლებას. გიორგი მარგველაშვილი და რამაზ საყვარელიძე გადაცემაში მე ვარ თეა სიჭინავა და თქვენ უყურებთ არგუმენტებს, სადაც განსხვავებული აზრისმქონე ადამიანები საკუთარ არგუმენტებს იცავენ. მაშინ ასე თქვენ უყურებთ ასე ვუსმენთ რადიო მაესტროს ეთერში FM 94.7-ზე გადაცემა არგუმენტებს და ჩვენი სტუდიის სტუმრები არიან რამაზ საყვარელიძე, გიორგი მარგველაშვილი. საღამოშიდობისა ბატონებო, ძალიან დიდი მადლობა იმისთვის, რომ მობრძანდით და იღებთ ჩვენს გადაცემაში მონაწილეობას. მე თავიდანვე ვიტყვი, რომ ამ საკითხზე, ესე რომ ვთქვათ, დებატის წარმოება საკმაოდ რთული აღმოჩნდა, მომზადება ყოველ შემთხვევისთვის განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებისა, თუმცა მე არ ვიჩქარებ და არ ვიტყვი, რომ მაინც და მაინც ერთი აზრის ამ საკითხზე ერთი აზრის მქონე სტუმრები მყავს სტუმრად, მაგრამ მოდით ყველაფერს თანმიმდევრულად მივყვეთ და შევაფასოთ. გასაგებია. ეჭვი არ მეპარება, ბატონ რამაზ, ხა ეს იყო ძალიან უხარყული ჩვენიშ და ჩემი მისავართით. ბატონ რამაზ. კი ბატონ რამაზ, მოდი დავიწყოთ საუბარი ამ კვლევების, თუნდაც ამ კვლევებიდან გამომდინარე ზოგადად საზოგადოებრივ განწყობაზე, რომელიც არსებობს 7 ოქტომბრიდან მოყოლებული დღემდე. მე მოვიყვანე კონკრეტული ციფრები. მოსალოდნელი იყო ასეთი შედეგის დადება, თუ უფრო მეტ შედეგს ელოდით თუ არა? ხო, დღეს რამოდენიმე ტიპის რეაქცია გავიგე ამ შედეგებზე, ხო ტრიალებს შედეგები. ზოგნი მიიჩნევენ, რომ უფრო მეტი უნდა ქონოდა ივანიშვილს, ზოგს ესეც უკვე და ასე შემდეგ. ბოლო რაც გვახსოვს ანალოგიური ტიპი და ეხლა ეს გამოკვლევაც არ ამგონია, რომ სრულად იყოს მოტანილი საჯარო განხილვისთვის. სამი კითხვისთვის 2000 კაციან გამოკვლევასთან იქ რაღაც 2 კვირიანი ინტერვალი, 3 კვირიან პერიოდით არავინ აკეთებს. ეთყობა რაღაც უფრო დიდი კვლევაა ჩატარებული და იქიდანაა მოგებული ეს შედეგი. კი ბატონო, მაგრამ კონკრეტული საკითხი ამაზე უშუალოდ ბიძინა ივანიშვილის გამოჩენაზე რამდენი დამოწმებული? რატომ მაინტერესებს, თუ კი უკვე ივანიშვილის თემითაა კვლევა ჩატარებული, ალბათ იქ რეიტინგებიც არის ნაკლები და რაღაც სხვა ისეთი ასპექტებიც, რომელიც ალბათ არ ჩაითვალა. რადგან ეს საკმაოდ ესეთი უმტკივნეულო კითხვებია, რომელსაც მე ყველა მხრიდან შეიძლება ყური მოაბა თუ დადგა ამის აუცილებლობა. შეეხება და ჩვენ ვიცით რეიტინგული გამოკვლევები, ანუ დღეს რომ არჩევნები იყოს, ვის მიცემდი ხმას. რაც მე მახსოვს და ამიტომ შედარება ძნელია რა, აქ კითხვა არის რომ ამართლებს თუ არა მოსვლას და იქ კითხვა არის. მაგრამ მაინც თუ მაინც დავარღვევთ წესებს და შევადარებთ, რაც მე მახსოვს დაახლოებით 12% იყო მაქსიმუმი ბოლო ხანებში წამყვანი პოლიტიკური პარტიების, ოპოზიციური პარტიების. კი ბატონო.
დღეს წამყვანი ოპოზიციური პარტიამ ვინ არის წამყვანი? ქრისტიან-დემოკრატები ითვლებოდნენ მეორე ამ გამოკითხვების მიხედვით მეორე ადგილზე იმყოფებოდნენ ნაციონალური მოძრაობის შემდეგ. დანარჩენებს უკვე თავისუფალ დემოკრატებს და ლეიბორისტებს 3 და 2%-იანი რეიტინგი ქონდათ. ერთნიშნულ ციფრებით. აი 12-დან წამყვანმა დღეს თუ 40 ნუ დავუშვათ 1 2 6 მიიღო, ეს უკვე დიდი სხვაობაა. ძალიან დიდი სხვაობაა. ორჯერ მეტიზე კიდევ უფრო მეტი და კიდევ. ანუ თქვენ ამ კუთხით აფასებთ ამ შედეგებს? ნუ რაღაც წარსულთან უნდა შეაფასოთ. და იმათ რას ეუბნებით იმ ადამიანებს, თქვენ ხო ორგვარი შეფასება გსმენიათ ამ საკითხზე, რომ უფრო მეტი უნდა ჰქონოდა და არა ამდენიც ამ შემთხვევაში ამკლავებს. ალბათ ამ ადამიანებს მიაჩნიათ, რომ 100 უნდა ყოფილიყო და ეგეთი გამოკვლევები არ არსებობს. არ არსებობს. კარგი, 100 არა და 90 რო ყოფილიყო, ხო გვიყვარს ხოლმე საქართველოს. არა, ჯერ ადრეა მაგაზე ლაპარაკი. ისე მოსალოდნელია, შესაძლებელია, მოსალოდნელია. საქართველოში, საქართველოში შესაძლებელია. კი ბატონო. ბატონ გიორგი, თქვენთვის რამდენად მოსალოდნელი ან მოულოდნელი იყო ასეთ შედეგის დადება? არ ვიცი, ჩემ რთულია ჩემთვის კომენტარის გაკეთება, იმიტომ რომ საერთოდ საქართველოში ჩატარებულ სოციოლოგიურ გამოკითხვებს ნაკლებად ვენდობი, არა იმიტომ რომ ის ვინც ატარებს ის არის არა ასე ვთქვათ არა კომპეტენტური ან არა კორექტული გარემო, რომელშიც ეს გამოკვლევები ტარდება. ჩვენ უნდა ყველაფერი ალბათ ვზომოთ, ანუ რაღაცა საზომით, სოციოლოგიური გამოკვლევა არის რაღაცის გაზომა, ხო, ამ შემთხვევაში საზოგადოებრივი აზრის. საზოგადოებრივი აზრის გაზომა იმითი, რომ შენ ეკითხები კონკრეტულ რესპონდენტს კონკრეტულ კითხვას უსვამ. ეხლა აი ამ და იგულისხმება რომ გულახდილად და იგულისხმება რომ გულახდილად პასუხობს ან ყოველ შემთხვევაში რამდენიმე პასუხის გადამოწმების შედეგად შენ შეგიძლია მე ყოველ შემთხვევაში იგულისხმება რომ ეს პროცესი მიმდინარეობს ისე რომ ადამიანს შეუძლია თავის აზრის გამოთქვა. ეხლა სად ახორციელებს შენ ამ გამოკითხვას? აი ამ გაზომვას, ამას ხო მნიშვნელობა აქვს, ხო? ნუ მაგალითად ფიზიკის კანონებიც ესე არის, გააჩნია რა სიფტყეში ზომავ, რა სივრცეში ზომავ, ეს იცვლება. ეხლა თუ ჩვენ შევხედავთ ჩვენ საზოგადოებას, ხო? რეიტინგი ან სოციოლოგიური გამოკვლევა, ან ნებისმიერი მონაცემები, რომლებიც აღებული არის საქართველოში და დაუშვათ აღებული არის შვეიცარიაში და დაუშვათ არის აღებული შეერთებულ შტატებში და დაუშვათ აღებული არის ავღანეთში. იქნება მიუხედავად იმისა, რომ რიცხვები შეიძლება ერთი და იგივე იყოს, გამოხატავდეს სრულიად სხვადასხვა ვითარებას. ანუ ავღანეთში ან პაკისტანში ჩატარებული სოციოლოგიური გამოკითხვის 12% ან 14% ან 20% სხვა რამეს ნიშნავს, იმიტომ რომ იქ სხვანაირი საზოგადოებაა და იქ როცა ინდივიდი პასუხობს სხვა გარემოში პასუხობს და მისთვის სხვა რამეა ეს თავისუფალ საზოგადოებაში, შეერთებულ შტატებში და დავუშვათ შვეიცარიაში სხვა რამეს ნიშნავს და იმ გარემოში, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ, ანუ ავტორიტარულ საზოგადოებაში, სადაც აპრიორი მოქალაქე დაშინებულია, შეშინებულია, ზომბირებულია, ზეგავლენის ქვეშ არის, ეს სრულიად სხვა რამეს ნიშნავს. ეს სამივე რაღაცა რიცხვია, მაგრამ ეს არ გამოხატავს, არ აღწერს რეალობას. ჩვენთან რაც ხდება? რა თქმა უნდა. არის ეხლა დაუშვათ დავანებოთ სხვა ქვეყნებს საბჭოთა კავშირში რო ჩაგეტარებინათ, დაუშვათ სოციოლოგიური გამოკითხვა და შეგეკითხათ რას ფიქრობთ ბატონი ლევ ტროცკის შესახებ. გიორგის მივახმარ იმ პერიოდში ჩავატარეთ თეოლოგია, ეხლა რო თეოლოგია ქვია, რა მაშინ რო ათეისტი ერქვა, იმ ათეიზმი იმ ხაზით. და მუსულმანურ რეგიონებში ღმერთი არსებობს თუ არა და ასე პერანგზე შედეგების პერანგზე ერთი ხაზი იყო არა. ხო, რო გეკითხა ხა სტალინის დროს, რას ფიქრობთ? აი ლევ ტროცკის ოჯახის წევრებისთვის რო ეკითხათ, რას ფიქრობთ ტროცკიზე? დადებითი პოლიტიკური ფიგურა, ხო, იმიტომ რომ შეუძლებელია იქნებოდა უარყოფითი პასუხი, იმიტომ ეს ჩვენი გარემო არის მკვეთრად ჩვენი საზოგადოება არის მკვეთრად ავტორიტარულად ჩამოყალიბებული სახელმწიფო. ხო, მაგრამ ამ საზოგადოების პირობებშიც კი გიორგი, ბატონო გიორგი, სადაც თქვენ საუბრობთ, ამახვილებთ ყურადღებას შიშზე, ზომბირებაზე, ამ პირობებშიც კი ამ კვლევის მიხედვით საკმაოდ თამამი ციფრი დაიდო ამ შემთხვევაში. პოზიტიური იმ ადამიანისთვის, რომელიც ხელისუფლების მხრიდან კრიტიკის ქარცეცხლში არის მოქცეული ძალიან ხნის განმავლობაში. მე გეთანხმებით, მაგრამ მე რას ვამბობ, საერთოდ ამ სფეროში დადებულ რიცხვებს როგორც
მე შეიძლება უბრალოდ აი როგორც რამაზმა თქვა ტენდენცია განვიხილოთ რომ იქ არის აი ესეთი ტენდენცია თორე ეს არის 53 თუ 47 თუ 48 აი ეს რეალობა აქ წაშლილია იმიტომ რომ თავიდანვე ადამიანი რომელსაც ეკითხებიან შენ რას ფიქრობ ივანიშვილზე ან შენ რას ფიქრობ სააკაშვილზე თავიდანვე შეშინებულია თავიდანვე განწყობილია რომ მას უსმენენ რომ მას იწერენ კამერაზე იმაზე ახლა რატომ ეკითხებიან რატომ ეკითხებიან შეშინებული საზოგადოება არის ეს არ არის ტერორის ქვეშ მყოფი საზოგადოება მაგრამ ეს არის შეშინებული საზოგადოება შესაბამისად როდესაც შენ აძლევ პასუხს მაგალითად რომ მოგწონს ივანიშვილი შენთვის ეს არა უბრალოდ შენი შეხედულების გამოხატულებაა არამედ ეს არის ნაბიჯი მეცაც ვიტყვი ეს არის პოლიტიკური ნაბიჯი როდესაც შენ ბედავ და უპირისპირდები სისტემას ამდენად როგორც მოგახსენებთ მე ვხედავ ტენდენციას და ეს არის მთავარი ტენდენცია რაც უკვე 2 თვის განმავლობაში რამაც როგორც უკვე არაერთხელ აღინიშნა შეცვალა პოლიტიკური ლანდშაფტი, ქართული პოლიტიკური ლანდშაფტი და ამ ლანდშაფტის ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილება მდგომარეობს იმაში, რომ გაჩნდა ალტერნატივა. რომ ის სქემა, რომელშიც მოქმედებს ნებისმიერი ავტორიტარული რეჟიმი და ჩვენ შეგვიძლია დავიკვეხოთ იმ თვალსაზრისით, რომ ვართ აი კლასიკური მშვენიერი ილუსტრაცია ავტორიტარული რეჟიმისა, აი ამ სქემის ძირითადი პარამეტრი მდგომარეობს იმაში, რომ ოპოზიცია, ანუ სახელისუფლებო სტანდარტთან დაპირისპირება, ხელისუფლებასთან დაპირისპირება არ შეიძლება იყოს რეალური. ეს უნდა იყოს ყოველთვის მოჩვენებითი და ყოველთვის ზღვარს ქვევით. ის რაც მანამდე გქონდა. აი როგორც კი ეს ზღვარს ქვევით დაინგრა, ეს არის მთავარი რამე რაც მოხდა. და ჩვენ ამ ტენდენციას ხედავთ ამ სოციოლოგიურ გამოკვლევაში. კიდევ ერთხელ, რამდენია რიცხვები აქ ვერ ენდობი, იმიტომ რომ შეშინებულ ხალხში ვლაპარაკობ. კი ბატონო, გასაგებია. მაგრამ იმ ტიპის ფენომენი, მაგას გულისხმობ, მე მგონი რომ რაც ქართულ ბანკში გქონდა. ხო. ხო, რომ ადამიანებმა გაბედეს. აი ეს გაბედვის კარგად აისახა ამ სოციოლოგიურ კვლევაში, ეს არის გაბედული საზოგადოების პასუხი. გიორგიმ კარგი ასპექტი მოუძებდა მას, მაგრამ ამავე დროს გაბედეს რა იმის თქმა, რასაც ფიქრობენ, ესე იგი ფიქრობენ კიდეც, გარდა იმისა, რომ ხო, რომ ფიქრობდნენ, სტალინის დროსაც ფიქრობდნენ, მაგრამ ბედავდა მილიონიდან 1 და ეხლა ბედავს რაღაცა რაოდენობიდან ბევრად მეტი. აი გაბედვის ტენდენცია გაჩნდა, რაც არის აბსოლუტურად დამანგრეველი ამ ქვეყნის შეიძლება ითქვას იცით რომ ავტორიტარიზმი ამ ქვეყანაში ჯერ არ მოისპო არც მედიაში, არც ბიზნესში, არც სახელმწიფო სტრუქტურებში, არც საერთაშორისო ურთიერთობებში ჯერჯერობით ავტორიტარიზმი მოისპო საზოგადოებაში. ტენდენცია ავტორიტარიზმის ნგრევისა საზოგადოებაში არის და მოხდა. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია. გასაგებია. მოდით გადაცემაში რეკლამის დროა. ამ კვლევის მიხედვით არის გაანალიზებული ასევე როგორი რა სეგმენტი უჭერს ამ შემთხვევაში, რა სეგმენტი შეიძლება დაუჭიროს და გახდეს ბიძინა ივანიშვილის მხარდაჭერი. თუნდაც დღეის მონაცემებით იმ განცხადებებით, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა, ცნობილი განცხადებები რუსეთთან მიმართებაში, ზოგიერთ სხვა საკითხებთან დაკავშირებით. სწორედ აქედან გამომდინარე, ამ ანალიზს დაუბრუნდებით გადაცემის მეორე ნაწილში. რეკლამა და რეკლამის შემდეგ შემოგვიერთდით. მაიშასე თქვენ უყურებთ არგუმენტებს და ასევე უსმენთ რადიო მაესტროს ეთერში რამა საყვარელიძე გიორგი მარგველაშვილი ჩვენი გადაცემის სტუმრები ჩვენ ვსაუბრობთ პირველ კვლევაზე რომელიც ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში მოსulis დღიდან დაიდო ეს შეიძლება არასახავდეს სრულ ან რეალურ სურათს იმისა რა განწყობაც არსებობს საზოგადოებაში მაგრამ ეს კვლევა არსებობს აქედან გამომდინარე შეგვიძლია გარკვეული დასკვნის გაკეთების საშუალება მაგალითად რა თქვა განსხვავებული ან რა თქვა ახალი ბიძინა ივანიშვილმა რის გამოც მას დაახლოებით 53% ერგო გამომკითხულთა მხრიდან. ერთ-ერთი საკითხი, როდესაც ანალიზზე საუბრობენ ამ კვლევაში, არის ის, რომ მისი პოზიტიური რესურსის ფორმირებაში 50%-იანი წონით მონაწილეობას იღებს რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზების და ურთიერთობის დალაგების საკითხი. ეს არის შეიძლება ჩაითვალოს ერთ-ერთ მთავარ მნიშვნელოვან მომენტად მე გიორგის პოზიცია ვიცი ამაზე გქონდა ამაზე საუბარი მაგრამ ამიტომ ჯერ ბატონი რამაზის აზრს მოვისმენ შეიძლება იყოს გამსაზღვრელი მისი ესეთი მაღალი პროცენტული მაჩვენებლის
ეხლა მან როგორ ხდება მხარდამჭერებს რა პოზიცია უკავიას? ანუ ეს სწორედ ამ მხარდამჭერებზეა საუბარი. ეს ამ ორ კითხვაზე პასუხი მხარდამჭერი ვინ არის და მე რატომ არის მხარდამჭერი? ხო, კითხვაზე ვისაუბრე. აი ამათ კორელაციიდან ამოდის მე რომელ კითხვას რა წონა აქვს მის მხარდამჭერებში. და 50 საკმაოდ სერიოზული ციფრია. კი, რა თქმა უნდა, შეიძლება რუსეთთან ნორმალიზაცია, უფრო ზუსტად რუსეთზე მსჯელობის ის სტილი, რომელსაც ივანიშვილმა იმსჯელა. დიახ. მეგობარიაო არ უთქვამს, მწერიაო. მაგრამ არც ის უთქვამს, რომ გველეშაპია და რაღაც, ну, ეპითეტებს ჩვენ შეჩეული ვართ, ხო? ანუ კორექტულად შეაფასა და ამოცანა გამოკვეთა, რომ ვაჯო არ უნდა ვიზრუნოთ მხოლოდ იმაზე, რომ ევრო და ნატო და აი ამ გარედან ზეწოლით მოვახდინოთ, არამედ ჩვენ უნდა გავაკეთოთ მოვახდინოთ ნორმალიზაცია და არა ზეგავლენი და ზეწოლის შედეგად ნორმალიზაცია. რაც ხელისუფლებას ეგ სტრატეგია აქვს, ხო, რომ აი მე დიდ ბიჭს მოვიყვან და ის გაგლახავს. მოდეთ რუსეთი იშლება. კი ბატონო. ან რუსეთი საზოგადოება ხო? ვერ გაიგო ისე, ანუ არ მიიღო ეს გზავნილი ისე, როგორც ამას ხელისუფლება აწვდი და ამხელა ნაციონალური მედიის, ესე ნაციონალური მაუწყებლის რესურსი გააჩნია ხელისუფლებას, როდესაც ის აწვდიდა მოსახლეობას ამ მასშტაბის მედია საშუალების მეშვეობით, რომ ბიძინა ივანიშვილი ზუსტად იგივე რიტორიკას იმეორებს, რასაც პუტინი. ახალგაზრდა ქალბატონი ბრძანდები. დიახ. და შეიძლება არ გახსოვს ის პერიოდი, როცა საბჭოთა კიდევ უფრო უზარმაზარი მანქანა მუშაობდა. თან ისე რომ ალტერნატიული მაესტროც კი არის ხო ეთერში და კავკასია ხო სისტემა იყო აწყობილი ბეჭდურიდან ელექტრონულ მედიამდე ყველგან ერთი ცენზურით მიდიოდა მასალა. როგორც ითქვა, საბჭოთა კავშირი უნდა დაიშალოსო, ვაშაო გამოვარდა მთელი ხალხი ქუჩაში. ანუ ამ საზოგადოებამ იცოდა არ მუშაობს. სისტემის ცუდი პროპაგანდას აქვს თავისი ეფექტურობის. ცუდი პროპაგანდა და კარგი პროპაგანდა რაოდენობით არ იზომება. თუ ბევრი სისულელე იქნა, ბევრი ტყუილი იქნა, ბევრი ზეწოლა იქნა აი ამ პროპაგანდაში ის უარეს შედეგს იღებს. კიდევ უფრო მიუღებელს ხდის აი ამ ტყუილის ცუდი პროპაგანდის ავტორი კიდევ უფრო მიუღებელი ხდება. დღეს ჩვენ ხელისუფლების მხრიდან აი ასეთ მომაბეზრებელ ჯიუტ მომწოლ და ამავე დროს მოსახლეობისთვის ცხადი ხდება რომ არასწორ პროპაგანდასთან გვაქვს საქმე და ეს კიდევ უარეს საქმეს უკეთებს ხელისუფლებას. ანუ საზოგადოება განწყობილია იმისთვის რომ დაუყოვნებლივ მოხდეს ურთიერთობების დალაგება რუსეთთან და არა ისე როგორც ამას წარმოაჩენს ტრის ხატად საქართველოს ხელისუფლება. მხოლოდ თავის თავს იტყუებენ ჩვენ ცოტა წინა კითხვის ერთ კომპონენტს დაუბრუნდები მაგ მასალაში და უყურადღებოდ დაგვრჩა და ესეც მიუთითებს. ადრეც იყო სულ ტელეგამოკითხებში სულ ტრიალებს დაახლოებით 16-დან 20%-მდე ხალხის რიცხვი, რომელიც ბეჯითად და რადიკალურად იცავს ხელისუფლებას. აქაც 16-დან 20%-მდეა ის ადამიანები, რომლებიც ივანიშვილის მიმართ სახელმწიფო პოზიციას ანუ თქვენ კიდეც თქვათ რომ 16-დან 20%-მდე რეალური მხარდამჭერი ხელისუფლებას არ ყავს. არ ყავს? თუ ყავს? არ ყავს. აბა რამდენი ყავს ბატონო? დანარჩენს, რასაც იკრებს ან იმის ხარჯზე, რომ მეორე მხარისა არ ჯერა, უმეტესწილად და ჯობია რომ მოიშოროს თავიდან ეს ბიულეტენი და აგდებს იმ ბიულეტენს და დამთავრდება. კი ბატონო. თორე აი ისეთი თავდადებული ნეიტრალური ნაწილის ხარჯზე. ამაზე აუცილებლად ვისაუბრებთ. თორე თავდადებული მხარდამჭერი სულ ეს ივანიშვილთან კი არა, უკვე დიდი ხანია ფიგურირებს ეგ 20%. კი ბატონო. უბრალოდ დანარჩენი ვერავინ ვერ გამოიყენა. აი იმ დანარჩენიდან დღეს უფრო მეტი აღმოჩნდა ივანიშვილის სახელთან დაკავშირებით 40, მაგრამ კიდევ 40 არის გამოსაყენებელი. მე როცა ვსაუბრობდი რომ ვიცი ეს პოზიცია მე დამამახსოვრდა ფრაზა რომელიც თქვენ განაცხადეთ მაესტროს ეთერში უფრო საინტერესოს გახდის ბიძინა ივანიშვილის ფიგურა სწორედ ეგ საკითხი რუსეთთან ურთიერთობის საკითხი. მისი მაშინ არ იყო ეს პირველი განცხადებები გაკეთებული რუსეთთან მიმართებაში. როცა გაკეთდა, გამართდა თქვენი მოლოდინი მის საინტერესობასთან დაკავშირებით ბატონ გიორგი?
ამ კუთხით, რუსეთთან ურთიერთობის კუთხით. არა, სიმართლე გითხრათ, მე მაშინ სხვა ასპექტზე საუბრობდი, იმიტომ რომ მე მინდა დასავლურ თუ რუსულ, ესე რომ ვთქვათ, მხარდაჭერაზე, არა, მე მაშინ საუბრობდი, ივანიშვილს ჰქონდა საინტერესო პასაჟები, როცა ის ამბობდა, რომ ჩვენ უნდა გავხდეთ საინტერესო რუსეთისათვის, ის იგივეს ამბობდა აფხაზეთზე და იგივეს ამბობდა ოსეთზე. და ეს საინტერესოობა, რანაირად საქართველოს ხდება საინტერესო რუსეთისათვის და რანაირად ხდება საინტერესო აფხაზეთისთვის და სამაჩაბლოს რეგიონისთვის, ეს საინტერესოობა ალბათ ის არის, რასაც ის ნელ-ნელა შეძენს ამ შინაარს, თვითონ ფაქტი რუსეთისთვის საინტერესოობის. ხა რაზეც ლაპარაკია ეს ორი თვე და მე რამას აბსოლუტურად ვეთანხმები, რომ აქ პროპაგანდა ჩავარდა, იმიტომ რომ უხარისხოთ და უგემოვნოთ ძალიან დიდხანს გაგრძელდა, როდესაც ივანიშვილს ბრალს დებდნენ, უკვე რაღაცა კრემლის აგენტობაში და ასე შემდეგ. ეს სხვა ნაწილი იყო, ეს იყო საქართველოს საგარეო პოლიტიკური ორიენტირებზე იყო ლაპარაკი და აქ ძალიან მალე გამოვლინდა ამ პროპაგანდის ხარისხის დონე, იმიტომ რომ მარტივი იყო ივანიშვილმა თქვა ის, რაც ეწერა ევროსაბჭოს თუ ევროკავშირის დასკვნაში, ევროსაბჭოს რეზოლუციაში ივანიშვილს ფაქტიურად თავისი არაფერი არ უთქვას, ხო? თქვა ის რაც თქვა ტალავინმა, თქვა ის რაც თქვა ევროსაბჭომ. ამიტომ რომ გითხრათ რომ დავებოდნენ რომ ესე არ უთქვას არც ევროსაბჭოს, არც ტალავის ასე არ უთქვას. ხო, გასაგებია, მაგრამ ეს რამდენ ხანს უნდა გაგრძელებული ეს არის უკვე ჯიუტი პროპაგანდა. ეს არის უკვე ხარისხო პროპაგანდა. ეს არ არის პროპაგანდა, რომელსაც მაიაკოვსკი აკეთებდა ძალიან მხატოვნად, ხო? ეს არის ჩვენი პროპაგანდის უხარისხო პროდუქტი, როდესაც ადამიანი გეუბნება, რომ მე ზუსტად სიტყვით წავიკითხე, რაც ტალავინმა დაწერა და შენევნები, რომ შენ კი სიტყვით წაიკითხე, მაგრამ ძიმეები სხვანაირად არის მან დასმული და ეხლა ეს აბსურდი რამდენ ხანს უნდა გაგრძელდეს, ხო? ეს აბსურდი დაუმთავრდა ხელისუფლებას. როცა ლაპარაკი იყო იმაზე, რომ ივანიშვილი საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს, ასე ვთქვათ. ეს დაამთავრდა, მაგრამ საკითხი იმის თაობაზე რაც ეს შინაარსი რა ჩადო ივანიშვილმა იმ ფრაზაში, როდესაც მან თქვა, რომ საქართველოს საინტერესო უნდა გახდეს რუსეთისათვის. ეს არის ჩემთვის ძალიან საინტერესო და ჯერ პასუხი მე ამის თაობაზე არ მიმიღია, იმიტომ რომ აქ ლაპარაკი არის იმ ძალიან მართლა გამოუვალ მდგომარეობიდან, აი იმ კუთხიდან მოქცეული ქვეყნის პოზიციიდან უნდა ილაპარაკოს ახლა ივანიშვილმა, ხო? ანუ საქართველოს რეალურად რო შევხედოთ საგარეო პოლიტიკური კუთხით, ხო? ეს არის აბსოლუტურად კუთხეში მოქცეული ქვეყანა, რომელსაც ფაქტიურად დასათმობი არაფერი არ აქვს. კი ბატონო. 2008 წლის მერე საქართველოს რუსეთისათვის შესათავაზებელი რა აქვს? მე ძალიან მაინტერესებს მოვისმინო. ჩვენ სუვერენიტეტი. არა, ამის დაკარგვა. ამაზე აპელირებს. არა, სუვერენიტეტი, ეხლა თქვენ აბსოლუტურად სხვა ესე ამაზე აქცენტს აკეთებს ხელისუფლება. ჭკუად ყოფილ არგუმენტებზე ვილაპარაკოთ, ეხლა სუვერენიტეტი და ვაპირებთ, რომ ბავშვები გავყიდოთ სტამბულში და ვაპირებთ, რომ ისა რა ქვია, ტყავი გავიძროთ და გავყიდოთ დუბლონკებად მოსკოვის ბაზარზე, ეხლა არანორმალური. მეორე ჩვენ მსმენელზე დღეს ისიც მოქმედებს, ამიტომ გავხსნათ რომელი ქვეყნის სუვერენიტეტი მოინდომა პუტინმა. დღეს მე 21 საუკუნეში აღარ არის სუვერენიტეტის ინტერესი. არა, ეხლა ეს ისეთი ეს ახალი აბსურდის ტირაჟირებას ნუ დავიწყებთ ჩვენვე, იმიტომ რომ ჩვენ ესე იგი აბსოლუტური არანორმალურ რეჟიმში შევდივართ, ესე იგი საქართველოს სუვერენიტეტი უნდათ რუსებს ვერ მიიღეს და ჩვენ უნდა მივართვათ. ეხლა ეს ხელახალი არა, რა თუნდაც? არა, ჯერვის რა თუნდა ერთი წამი. აბა მაშინ რა არის ქვეყნის ინტერესების ხარჯზე არ უნდა მოხდეს ეს ყველაფერი? ხო როგორი კი? ეხლა აი რამდენი კითხვაც არის იმდენი სამწუხარო ჩვენ ისეთ რეალობაში ვართ, რომ შევდივართ კიდევ ერთ აბსურდში. საქართველოს სახელმწიფო ინტერესები დღეს ჩამოუყალიბებელია. ჩვენ ვცხოვრობთ იმ აბსურდულ რეალობაში და იმ რეალობაში, რომელსაც ავტორიტარიზმი ქვია, სადაც ქვეყნის პრეზიდენტის და მმართველი გუნდის ინტერესები იდენტიფიცირებულია სახელმწიფო ინტერესებით. თქვენ ეს პრესაშიც განაცხადეთ დღეს. სხვა ინტერესები დეკლარირებული არ არის. რა არის საქართველოს ინტერესები? სახელმწიფო ეს მე ვარ ესეთ დამოკიდებულება. ბუნებრივია, ჩვენ ამ ეტაპზე გვმართავს ადამიანი, ვისაც მართავს კი არა, მის აპარატს მართავს ადამიანი, რომელსაც ლუდოვიკო მე-14-ის მენტალიტეტი აქვს. მაგრამ
მე ხარ შეიძლება ჩავთვალო რომ სააკაშვილის ლუდოვიკოსი მაგ ასპექტში თორე სხვა ასპექტი ვერსალის არა ისიც აშენებდა ტურისტულ ცენტრებს ყოველთვის მე რეგადა ტურისტული ცენტრი ხო და ლუდოვიკო ტურისტს აშენებდა იქ ამ ნაწილში ხარ შეიძლება მეჭკუად ყოფილმა ადამიანმა ავიღო და თქვა რომ მოდი აბა სააკაშვილის ინტერესები მივიჩნიო მე ქვეყნის ინტერესებად და აქედან გამომდინარე ვიაზროვნო ამაზე ეს გამოვრიცხოთ რა ერთი წამით ივანიშ ჩვენ ვართ ქვეყანა რომელიც იყო 2008 წლამდე ბუშის პროექტი. ბუშის პროექტი, რომელიც ეს ერთადერთი წარმატებული პროექტი პრეზიდენტ ბუშის. 2008 წლის მერე ჩვენ ხო და 2008 წლიდან ჩვენ ვართ მიტოვებულ მდგომარეობაში საგარეო პოლიტიკური კუთხით. აი ამ ვითარებიდან როგორ უნდა ამოძვრეს მომავალი პოლიტიკური ელიტა, მომავალი პოლიტიკური ლიდერი, რა საერთაშორისო გარიგება შეიძლება შესთავაზოს რუსეთს და საინტერესო გახდეს. ეს იმედია რომ ივანიშვილი ამას ახსნის. მე პოზიცია მომწონს თავისთავად, რომ ეს ადამიანი ამბობს რომ მე მაგს რუსეთთან რაღაცა არეალი, რომელშიც მე მას რაღაცა შემიძლია შევთავაზო. ერთი რამე რაც მომდის თავში, თუმცა არ ვიცი რამდენად ეს ივანიშვილის ნათქვამი ამას დაემთხვა. ეს არის რაციონალური პოლიტიკა, რომ საქართველოს არ იქნება მუდმივი სიურპრიზის ქვეყანა. ეს არის ერთადერთი რაც მე მომდის თავში, რაც საქართველოს შეიძლება შესთავაზოს რუსეთსაც, ამერიკასაც, ირანსაც და აზერბაიჯანსაც. შესაძლოა 50%-ზე სწორედ ეს პოზიცია მოსწოდოს, იმიტომ რომ მეტი კონკრეტიკა ამ შემთხვევაში ჯერჯერობით ყოველ შემთხვევაში არ ყოფილა გაცხადებული. ჩემი პირადი გამოცდილებით 50%-ს რომ და მიჭირს კიდე ერთხელ ამ პროცენტებზე საუბარი, მაგრამ ჩვეულებრივ ქართულ ოჯახს ავიღებ რა, რომელსაც აუცილებლად ვიღაცა ყავს საზღვარგარეთ, საქართველოს ეკონომიკა ივსება სხვა ქვეყნების ხარჯზე. აი იმ ხალხისთვის და ძირითადად რუსეთზე არის საუბარი. იმ ხალხისთვის მნიშვნელოვანია რუსეთთან არა გეოპოლიტიკური და გეოსტრატეგიული ურთიერთობები, არამედ ურთიერთობების ნორმალიზაცია არამტრული რეჟიმიდან ეკონომიკური თანამშრომლობის რეჟიმში გადასაყრად. ბატონო, ამას დაამატებდით რამეს? არაფერს, ყველაფერი ითქვა. კარგი. გადაცემაში მაშინ კიდევ ერთი სარეკლამო ჭრა, რეკლამა და რეკლამის შემდეგ რა ბედიეწია, როგორ იმოქმედა ივანიშვილის გამოჩენამ შუა ზოლზე, როგორც თავად ბიძინა ივანიშვილი უწოდეს მას შუა ზოლზე. ამაზე ვისაუბროთ გადაცემის დასწრით ნაწილში, დავბრუნდებით. უყურებთ და ასევე უსმენთ გადაცემა არგუმენტებს რამას აყვარელზე გიორგი მარგველაშვილი ჩვენი გადაცემის სტუმრები ჩვენ ვაჯამებთ და ასე ვსაუბრობთ პირველ შედეგზე სოციოლოგიური კვლევის სადაც საუბარია იმ მოვლენაზე 7 ოქტომბრიდან განვითარებულ მოვლენებზე საქართველოში საუბარია ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში შემოსვლასთან დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებს ბატონ რამაზ შუა ზოლი ამ სეგმენტზე იმუშავა თუ არა თავად ბიძინა ივანიშვილი საუბრობდა სწორედ იმაზე რომ შუა უნდა გაიკრიფოს ანუ გარკვეული პოზიცია უნდა ჩამოუყალიბდეს ანუ ადამიანები რომელთაც აქვთ გარკვეული პრეტენზიები უკმაყოფილება ნაციონალური მოძრაობის მართველი გუნდის მისამართით მაგრამ იმიტომ რომ ოპოზიციამ გამოიწვია მათში იმედგაცრუება ისინი ნეიტრალურები რჩებიან დიახ შუა ზოლი მათზე იმოქმედა დიახ დიდი ზოლია ეხლა აღარ არის დღეს უკვე ხედავთ რომ იმ შუიდან არის წამოღებული დასაწყისში რომ გავიხსენეს ადრინდელი ოპოზიციური მონაცემი სადღაც 12% თქო 15 იყოს და ეხლა 46-ზე ვართ ხო იმ შუის ხარჯზე ეს გაზრდილი და არა ოპოზიციურად განწყობილი საზოგადოების რომელიც სულ აქტიურობდა მთელი ამ ხნის განმავლობაში მიუხედავად იმისა რომ შეიძლება კონკრეტული პოლიტიკური პარტიის მისამართით არ ქონდა რამე მხარდაჭერა მაგრამ იყო აქტიური ოპოზიციონერი და აქტიური ნაციონალი ხო ეხლა ეს აი ეს აქტიური ნაციონალი არის ის 16-დან 20%-მდე დაახლოებით მაგდენივია აქტიური ოპოზიციონერი რომელიც ნებისმიერ ოპოზიციას დაუჭერს ხარს ოღონდის ოპოზიცია იყოს დაახლოებით მაქსიდიდეს ვიღებდით წინა ოპოზიციის ყველაზე პასიურ ყველაზე კრიზისულ პერიოდში ის 20 მაინც იყო 12-20-გან 12-5 ეს დანარჩენი იყო შუა 80 აი ამ 80-დან 20 წამოიღო ახლა ივანიშვილი
დანარჩენზე არის კიდე ნადირობა ერთის და მეორე მხარის. რა მიმოქმედა ამ ნაწილზე, რომელიც ნეიტრალურიდან ყველა არჩევნებს და დაახლოებით 1%-ია ყველა ქვეყანაში ყველგან. ყველა არჩევნებს იგებს ის, ვინც აი ამ შუაში მყოფებს მეტად გადაიზიდებს თავისკენ. ვინ რითი გადაიზიდებს, მაგაზე აღარ ვლაპარაკობ. რა ხერხებით, ადმინისტრაციულით თუ თავის მოწონებით თუ კარგი პიარით. მაგრამ გადაზიდვა საჭიროა, ხო? აქამდე ამას ახერხებდა ხელისუფლება ოპოზიციის დისკრედიტაციით, ნაწილობრივ ადმინისტრაციული პიარით, ნაწილობრივ და ასე შემდეგ და დაშინებით და ასე ახერხებდა. ეხლა ნახოთ რა ჯერჯერობით თავისი ქველმოქმედების ავტორიტეტით და იმით რომ პიროვნებას დიდი ხანია იცნობს საქართველოს, უკვე დაამატა იმ ჩვეულებრივ ოპოზიციურ 20%-ს კიდე 25 ივანიშვილმა. კიდე რას მოახერხებს უკვე დანარჩენ პიარზეა. ანუ ის პირველადი ავტორიტეტის რესურსი აი ეს არის. ეს 53%, რომელიც დღესდღეობით გვაქვს. ხო. და ეხლა 43-ია, 45-ია, ეს ციფრები მართალია, გიორგი, ამ შემთხვევაში კონკრეტული ციფრები. ეხლა უკვე იწყება წმინდა პოლიტიკური პიარის შედეგები და იქნება თუ კი დაიკლებს, ესე იგი ცუდი პიარია, თუ კი მოიმატებს, ესე იგი გაუნებისმიერი. ამაზე ცოტა მოგვიანებით, მანამდე გიორგიმ დააფიქსიროს ამაზე თავისი აზრი, შუაზე რამდენად იმოქმედა შუა ზოლზე, თუ არ აღიარებთ ამ შუა ზოლს? ვაიერებთ რა. იცით რა შესაქმე შუა ზოლი რაღაცა პოეტური ნათქვამია, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ის რასაც რამაზე ლაპარაკობს, ეს არის ამომრჩეველი, რომელსაც ეს 80 არ გამოდის, სადღაც 60%-ამდე მოსახლეობის, 60-70%-ამდე მოსახლეობის, რომელსაც აქვს გადასაწყვეტი და რომელიც მოტივირებული შეიძლება იყოს იქეთ, ანახეთ და არ არის ჩამოყალიბებული ამა თუ იმ მკვეთრი პოზიციით. ეხლა ეს ბუნებრივი არსებობს და ეს ჯგუფი ქმნის პოლიტიკურ რეალობას და ამ ჯგუფის მიმართ არსებობს დღეს ორი პოლიტიკური მესიჯი. ერთი არის სახელისუფლებო პოლიტიკური მესიჯი, რომლის შინაარსის მდგომარეობის შემდეგში. მე შენ დაგაშინე, მე შენ ბევრჯერ გაჩვენე, რომ მე გადავტეხავ ხერხემალში ამა თუ იმ ფორმით, ის რაც რამაზმა ახსენა, მე ვიტყოდი კიდევ უფრო მძაფრი კრიმინალური საშუალებებით, ადამიანის უფლებათა დარღვევით, ქონების ჩამორთმევით და ასე შემდეგ. განსაკუთრებით პოლიტიკური პროცესების მერე, შენი ჩასმით, ჩაგდებით, შენი ოჯახის წევრის დატერორებით, მე გადავტეხავ შენს მზაობას და შენს უფლებას, რომ შენ აირჩიო ამ ქვეყანაში რა პოლიტიკური ცხოვრებით იცხოვრო. თავარი მესიჯი ავტორიტარული რეჟიმებისა მდგომარეობს იმაში, რომ შენ არ იქნები გადამწყვეტი. აი ეს არის მთავარი. და ეს არის მთავარი პოლიტიკური მესიჯი, შენ უნდა იყო პოლიტიკურ აპათიაში. აი ამ 60%-ის მიმართ იცოდე, რომ მაინც არაფერი არ შეიცვლება. ის კი არა, რომ ცოტა აქეთ იქნება, ცოტა არაფერი არ შეიცვლება, აი მას ეუბნება ხელისუფლება. ამის ალტერნატიული პოლიტიკური მესიჯი მოდის ივანიშვილი და თუ კი აპათიაშია, ადამიანი იღებს და აჰა. ხო, ბუნებრივია, ის ნაბიჯზე აღარ იმ ბიულეტენს აღარ იბრძვის, იმ ბიულეტენს შუქნის ხელისუფლებას და იღებ უზარმაზარ. ამისი კიდე ერთხელ ჩვენ მუდმივად ბრუნდებით საბჭოთა კავშირში, ამისი კიდე ერთი მშვენიერი ილუსტრაცია იყო ის საბჭოთა კავშირში. ჩვენ ცხოვრობდით ქვეყანაში, სადაც არჩევნები ერქვა ერთ პარტიულ არჩევნებს. ეს კი მათემატიკური ის არის, რა ქვია, აბსურდია ერთიდან როგორ კი არა, ლოგიკური აბსურდია ერთიდან როგორ შეიძლება აირჩიო, მაგრამ რეალურად ჩვენ ცხოვრობდით ამ ქვეყანაში და ჩვენ დღესაც უნდათ რომ გვაცხოვრონ საბჭოთა კავშირის პოლიტიკურ სისტემაში, სადაც ასარჩევი იქნება მარტო ნაციონალური მოძრაობა. დანარჩენი აცხადებს ხოლმე ვიცი რომ ამაზე საუბრობთ რომ არ გიქნათ ამაზე. ან მოიყვანე რესპონდენტი, რომელსაც მე გავაცემი, ან მიჭირს შენთან გავათი, იმიტომ რომ ეხლა კარგი ვინ აცხადებს მითხარი, მაშინ ეგრევე ლაპარაკობ. პრეზიდენტ სააკაშვილი. დემოკრატების რევოლუციის დამარცხებით სურთ საბჭოთა კავშირის აღდგენა. პრეზიდენტი სააკაშვილის მენტალური მდგომარეობა და მისი პოლიტიკური შეხედულებები არ არის სერიოზულად განსახილველი. იმიტომ რომ ეს არის ადამიანი, რომელმაც კიდევ ერთხელ ლუდოვიკო მე-14-ის რეჟიმში ჩათვალა, რომ ქვეყანა არის ის, წარმოგიდგენია ადამიანის მენტალური მდგომარეობა, რომელსაც მიაჩნია, რომ ქვეყანაა, რომელსაც მიაჩნია, რომ მე მაგალითად, რომელიც გავჩნდი დამოუკიდებლად, არც ვიცნობდი ამ ადამიანის მთელი ცხოვრება, მე უნდა შევიცვალო
რამაზი უნდა შეიცვალოთ, ცოცხალი ადამიანები უნდა შევიცვალოთ. ყველაფერი დავივიწყოთ და ვემსახუროთ მას, ესე ფიქრობს ეს ადამიანი და გინდა რომ სერიოზულად ვაკეთო კომენტარი. არა, მე გინდა რომ თქვენ ესე საინტერესო ანალიზი გააკეთოთ, სწორედ ამიტომ სვამ ამ შეკითხვას. გიორგი, ადამიანები კი არა, ძეგლები უნდა შეიცვალოს. ძეგლები უნდა შეიცვალოს. აღმაშენებელი უნდა შეიცვალოს ველოსიპედით. და ხო არა, ისტორია უნდა გადაიწეროს. ეხლა ეს ადამიანი ესე თulis, ხო? ეს ამ ადამიანს რომ რაღაცა წინააღმდეგობა ხდება, ის გულწრფელად, იმას გულწრფელად არ ესმის, რომ რანაირად შეიძლება რამას კონდეს თავისი შეხედულება, მე ჩემი შეხედულება და თანაც არ ვიყოთ ბოროტი და ცუდი ადამიანები ამის გამო და ეხლა მაშინ ეხლა არ მოგწონს რომ ამას ვლაპარაკო. ხო შენ გინდა რომ მაშინ ნუ ხარ მეთქვი. სააკაშვილის, ციკლაურის და ისინი ხელისუფლებაში არიან, აქეთან გამომდინარე მათი კომენტირებაც უნდა ხელისუფლებაში არიან. ხელისუფლებაში იყო ნერონიც, მაგრამ სერიოზულად განვიხილოთ. არა, ნერონი სხვა პოლიტიკური ფიგურა იყო. გინდა გითხრა სააკაშვილის პოლიტიკური მომავალი. გახსოვს გუმბარიძე ხელისუფლებაში? დაახლოებით იქნება სააკაშვილი რა, იმიტომ რომ ეს პოლიტიკური ლიდერი სულ არსებობდა 3 წელიწადი რა, სანამ ბუშს ჰქონდა პროექტი, რომ საქართველოს ყოფილიყო რუსეთის ნერვების მომშლელი. იმის მერე აღარავის აღარ სჭირდება და მომავალშიც არავის არ დასჭირდება. ესე დაასრულებს სააკაშვილი თავის პოლიტიკურ კარიერას. გუმბარიძის ბედი მინდა იცის, როგორ არის გუმბარიძე ხო იცი? არც მე არ ვიცი. ხო, მაშინ დამასრულებინე. ანუ არა, გისმენთ. ესე გუმბარიძე მოსკოვშია და შეიძლება. ხო და ამ და რა ზოლაპარაკო? შუა ზოლზე. ეხლა აი ამ შუა ზოლს ხო დღეს რას თავაზობს ივანიშვილი როგორც პოლიტიკოსი? ის თავაზობს ელემენტარულ ლოგიკურ შესაძლებლობას, რომ შენ შეგიძლია ივანიშვილის გაჩენა, ივანიშვილი კი არა, ივანიშვილის შენ შეგიძლია აირჩიო ჩემსა და სააკაშვილს შორის. შუა ზოლი პოლიტიკურად არ იარსებებს, საზოგადოებრივად რა თქმა უნდა იარსებებს და ეს ნორმალური პროცესია, პოლიტიკურად არ იარსებებს, იმიტომ რომ ავტორიტარული რეჟიმი არ არის რეჟიმი ევროპული დემოკრატიის. ჩვენ უნდა ვილაპარაკოთ პოლიტიკურ რეალობაზე. დამოუკიდებელი მესამე პოლიტიკური ცენტრი ვერ შეიქმნება იმ გარემოში, რომელშიც მთავარი პოლიტიკური მიზანი არის ავტორიტარიზმის დასრულება, არჩევანის გაჩენის შესაძლებლობა და არა არჩევანი რაღაცა მწვანე მიმართულებასა, აბორტების საკითხებთან, იმასთან, რა ქვია, რაღაცა ეკონომიკის ამათო იმ საკითხის შორის, ამასთან დაკავშირებით არ არის არჩევანი. ან ჩვენ ვცხოვრობთ რეალობაში, სადაც ერთი ადამიანი თulis რო ის არის სახელმწიფო, ან ჩვენ ვცხოვრობთ რეალობაში, სადაც ორ ადამიანს შორის ვირჩევთ. ამდენად მე ვეთანხმები ივანიშვილის ამ გამოთქვას იმ დაშვებით, რომ აქ ლაპარაკი იმაზე კი არა, რომ ჩვენ ყველანი გავხდებით ახლა ერთმანეთის მტრები და დაუპირისპირდები და შენ ამ პოზიციაზე ხარ და არა, იმ თვალსაზრისით, რომ პოლიტიკურად მესამე რეალობა არ იარსებებს და აი ის მესამე რეალობა, ანუ ისე როგორც იყო დაალაგებული აქამდე, რომ იყო ერთი რეალობა, ერთი პოლიტიკური ძალა რეალური, დანარჩენი იყო პოლიტიკური მცირე ჯგუფები, რომლებიც თამაშობდნენ, ასე ვთქვათ, ანტურაჟის როლს. სხვათა შორის მთელ ამ ავტორიტარულ სისტემაში ყველაზე გაუგებარი და მიუღებელი ჩემთვის აი ეს ანტურაჟია, ხო, იმიტომ რომ ეხლა სააკაშვილი რაღაცა მდგომა იქ ირგვლივ იმათ ძალაუფლებაც აქვთ და ფულიც აქვთ და გაუგებარი არაფერი არა, გასაგებია. არა, რამაც აი რატო უნდა გინდოდეს მისაღებია თუ არა ეგერთია, გასაგებია. ისიც არა, იქ ბუნებრივი ადამიანური რაღაცა ასე ვთქვათ ძალისკენ სწრაფვა, როცა გინდა რომ შენ შეცვალო მთელი საზოგადოება და ერთი დილას გაიღვიძოს გიორგიმ და იფიქროს რომ ღმერთო დღეს მიშას რა ვარგო აი ამითი ჩემ მიშას რა ვარგო აი ამითი რომ გავიღვიძო. ეს გასაგებია, მაგრამ რატო გინდა რომ ანტურაჟი იყო და იყო აი ამისი მონაწილე და აი ამ ფონის შემქმნელი, ოღონდ ქვევით აი რაღაცა პატარა რა ეს არ გესმით, რატო შეიძლება უნდა და თამაშის ნაწილი იყო დარზე ვენოკიო რო იტყვია რა ეს რაღაცა უნდა იყო ეს როლი, ეს გაუგებარია, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ეს დაინგრა საჭიროება ანტურაჟისა აღარ არსებობს. აღარ არსებობს არსებობს უკვე პოლიტიკური არჩევანი. ეს ამ არჩევანს არ სჭირდება გაფორმება. ივანიშვილმა პრინციპში ამ თავის განცხადებით, რომ გამოაცხადა ბრძოლა იმ შუა ნაწილზე რა.
იმიტომ რომ მიყვან ბოლო დღემდე გაუგებრობაში. ამითი აიძულებს ადამიანს რომ თან ეს ხმარ საქმე ისე რომ ეს არ არის რეალურად მესამე არჩევანი. და ეს ბრძოლა ამ შემთხვევაში გადანაწილება. ეს ბრძოლა, როგორც თქვენ ამბობთ, გამოაცხადა ბრძოლა, ეს ბრძოლა ამ შემთხვევაში ივანიშვილის სასარგებლოდ არის დასრულებული. მისთვის. ეხლა აქ რო ჩატარებული იყო ის გამოკვლევა, რომ ცოდნოდა რა ანალოგიურ კითხვაზე ხელისუფლების მიმართ როგორია დამოკიდებულება, მაშინ შეიძლება და შედარება და აქ ერთ მხარესაა მარტო კითხვები დასმული და. გასაგებია. როგორც ბატონმა რამაზმა განაცხადა, უკვე იწყება საინტერესო პერიოდი, ამის შემდეგ უკვე დამყარებულია ყველაფერი, დამოკიდებულია PR-ზე, ხო? როგორც თქვენ ხო, მე ვხედავ. მოდი ცოტა მოგვიანებით, როდესაც უკვე პირველი ნიშნები, პოლიტიკური PR-ის პირველი ნიშნები გამოჩნდება, კიდევ შევიკრიბოთ და ვისაუბროთ ამ საკითხზე. ძალიან დიდი მადლობა ბატონ გიორგი. რაღაც ძალიან შეუყვარდა საკითხი ვყურებთ არ ვიცი რატომ. გიორგი მარგველაშვილი, რამაზ საყვარელზე ჩვენი გადაცემის სტუმრები. მადლობთ იმისთვის, რომ მობრძადით და მიიღეთ ჩვენს გადაცემაში მონაწილეობა. ზუსტად 9 საათზე მაესტროს ახალამებს მაკაცინცაძე გაგაცნობთ, 10 საათზე პირდაპირ საუბარი გელი დეკაბერიძესთან და მისი სტუმარი იქნება იაგო კაჭკაჭიშვილი. მე ხვალ 8 საათამდე გემშვიდობებით ნახვამდის.